ცოდნა, რომელიც ამარხზე ზიარდება, მეს არ ეკუთვნის. მოიტანა სისტემამ, რომელშიც ცხოვრობთ, იესო ქრისტეს სისტემამ. სინათლეში მოიხმარეთ თითოეულმა გაზიარებული ინფორმაცია. ამინით. შენ არ იცი რომ რეალობა შენ არ იცი რომ რეალობა კაი მოდი თავიდან შენ არ იცი რომ რეალობა რომელიც გახვევია შენ ქმნი იმას რაც სხვების მიერ მოხვეულია შენ არ იცი რომ ქმნი რეალობას რომელიც შენ არ იცი რომ ქმნი რეალობას რომლის ავტორიც მოკლედ მიყვარხარ და შენ გვერდით ვარ მოკლედ რა ხდება იცი სამწუხაროდ ერთი სიმართლე უნდა გითხრა ახლა რომელიც შეგეხება და გამოიწვევს შენში დისკომფორტს და თუ ეს ასე მოხდება მაშინ გილოცავ ნელ-ნელა მძინარე პერსონაჟიდან დაიწყებ გამოღვიძებულ შემოქმედში შესვლას მაგრამ მინდა გაგაფრთხილო რომ ეს არ არის იავარდით მოფენილი გზა სადაც ყველაფერი ზუსტად ისე მოხდება როგორც შენ გნებავს უბრალოდ კი ყველაფერი ზუსტად ისე მოხდება როგორც შენ გნებავს და როგორც შენ აირჩევ მაგრამ ის რომ შენი არჩევანი შესაბამებოდეს იმ რეალობას იმ ხარისხში რომელიც შენ გენებებოდა ჯერ თავად უნდა იქცე ამად კაი მოდი მარტივ მაგალითს მოგიყვან აი მაგალითად ავიღოთ სარკე იყურები სარკეში დაბღვერილი და გინდა რომ გამოსახულება გიღიმოდეს ცდილობს სარკეში თითები შეყო და იქ გაღიმო როგორღაც უჩხმიტო ლოყაზე არ გამოდის ხო? იმიტომ რომ ეს გამოსახულებაა ის ხოლო და მხოლოდ იმას ირეკლავს რასაც შენ აჩვენებ ამიტომ რა უნდა ქნა? უნდა გაიღიმო თავად რომ გამოსახულებამაც გაიღიმოს ზუსტად ასეა ნებისმიერ სხვა შემთხვევაშიც რეალურად ცვლილებები ჯერ შენს შიგნით შენს თავში უნდა განახორციელო იმისთვის რომ გარეთ ამის არეკლა მოხდეს და გამოსახულება იმეორებს იმას რაც შენ შიგნით არის უბრალოდ როდესაც არ გესმის ეს მექანიზმები გარეთ იბრძვი და ეს იგივეა რაც ეცადო ანარეკლის შეცვლას საკუთარი თავის შეცვლის გარეშე ანუ ეს იგივეა
ცდილობდე გააღიმო ანარეკლი ისე, რომ შენ თვითონ დაბღვერილი იყო. ხომ გესმით წყლის ნაღვა? ასე რომ გაიგეთე ყურსასმენები. კარგად მოკალათდი და მოემზადე მორიგი მოგზაურობისთვის. ალქიმიკოსის დღიური მეცხრე მოგზაურობა. ვიწყებთ. უგულებელყავი რეალობა და ის თავად დაგემორჩილება. ჰაი მეგობარო, ახლა მინდა რომ ყურადღებით მომისმინო. ყველაფერი, რასაც ამ წუთში შენს გარშემო ხედავ, შენი წარსული ფიქრებია. შენი სიტყვები, შენი გრძნობები, შენი ემოციები. ყველაფერი, რაც ოდესღაც არსებობდა შენ შინაგან სამყაროში, ეს დროთა განმავლობაში მატერიად გარდაიქმნა. სინამდვილეში შენ საკუთარ გუშინდელ დღეს უყურებ და ამას რეალობას ეძახი. და იცი აქ ამ ნაწილში ყველაზე მეტად სახიფათო და მზაკრული რაღაც იმალება. ზუსტად იმ წამს, როდესაც იმას, რასაც ხედავ შენს გარშემო, საბოლოო რეალობად აღიარებ, როდესაც თანხმდები და ამბობ, რომ დიახ, ეს არის ჩემი რეალობა. შენ ვერც კი ხვდები ამით რას აკეთებ. ანუ შენ საკუთარი ცხოვრების გასაღებს ნებაყოფლობით გადასცემ გარე სისტემას. და იმ მომენტიდან შენ უკვე აღარ ხარ შემოქმედი. შენ ხდები ადამიანი, რომელიც მხოლოდ რეაგირებს. დღეს მინდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, მაგრამ ამავე დროს ყველაზე არასწორად გაგებულ იდეაზე ვისაუბროთ. იდეაზე, რომლის მიხედვითაც თუ გსურს, რომ შენი ცხოვრება შეიცვალოს, უნდა ისწავლო, როგორ არ დაუჯერო საკუთარ თვალებს. როგორ არ დაუჯერო ლუციფერს. და ეს მხოლოდ თეორია არ არის. არც მშრალი ლექცია ან დემაგოგია. ეს არის გულწრფელი საუბარი. ღრმა, ზოგჯერ უცნაური, მაგრამ ისეთი, რომლის შემდეგაც საკუთარ ცხოვრებას ძველი თვალებით უკვე ვეღარ შეხედავ. კაი, მოდი მოკლედ კომფორტულად მოკალათდი და დავიწყოთ. თვალით დანახulis დიქტატურა. რატომ გჯერა თვალების და არა ჭეშმარიტების? თვალი ლუციფერია. ლურჯი ცის ფერია. ყველაზე სასტიკი ტირანია ის არ არის, რომელიც გარედან გაქვს თავს მოხვეული. ყველაზე სასტიკია ის, რომელიც შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რომელსაც ვერ ხედავ, რადგან ის შენი საკუთარი თვალებით მოქმედებს. ჩვენ გვონია, რომ თავისუფლები ვართ, ვამაყობთ საკუთარი ლოგიკით, კრიტიკული აზროვნებით, საღი გონებით, მაგრამ ზუსტად აქ იმალება პარადოქსი რა. ლოგიკა, ანალიზი, ფაქტებზე დაყრდნობა. ზუსტად ეს ყველაფერი იქცევა იმ უხილავ გალიად, რომელშიც ადამიანების უმეტესობა მთელ ცხოვრებას ატარებს. და იცი როგორ მუშაობს? საკმაოდ მარტივად. შეხედე, შეხსნი საბანკო აპლიკაციას. ხედავ ანგარიშზე არსებულ ციფრებს და შენ ტვინს იმავე წამს განაჩენი გამოაქვს. აი, ეს არის ყველაფერი, რაც გამაჩნია, ეს არის ჩემი რეალობა და აი ამ წერტილიდან უნდა ვიმოქმედო. შემდეგ საკუთარ სახლს უყურებ და ტვინი ჩაგძახის. შეხედე საცხოვრობ. აი ეს არის შენი დონე. უყურებ ადამიანებს, რომლებიც შენ გარშემო არიან და ისევ იგივე ხმა გეუბნება. აი ეს არის შენი წრე. აი აქ არის შენი საზღვარი, რა იცოდე. და ზუსტად ამ წამს, როდესაც ამ სურათს ობიექტურ რეალობად აღიარებ,
შენ უკვე აღარ ხარ მოთამაშე. შენ პერსონაჟი ხდები. პერსონა. აღარ წერ რა საკუთარ სცენარს, უბრალოდ ასრულებ იმ ინსტრუქციებს, რომლებსაც გარემო გთავაზობს. როგორც ლაბორატორიული თაგვი, რომელიც დენის დარტყმის მერე ერთსა და იმევე ღილაკს ისევ და ისევ აჭერს. ერთი და იგივე წრებრუნვა, ზაზუნას დღე. მაგრამ არსებობს ერთი რაღაც, რაც ადამიანების უმეტესობამ არ იცის. ის, რასაც შენ აწმყოს ეძახი. სინამდვილეში აწმყოს საერთოდ არ არის. ეს უკვე წარსულია. გაყინული, გამკვრივებული, გაქვავებული წარსული. ფიზიკურ სამყაროს უზარმაზარი ინერცია აქვს. ის ნელია, მკვრივია, მძიმეა. ყველაფერი, რაც დღეს შენ გარშემო არსებობს, კედლები, რიცხვები, გარემოებები, ეს იმ შინაგანი მდგომარეობების მატერიალური ნალექია, რომლებშიც კვირების, თვეების ან წლების წინ ცხოვრობდი. როდესაც დღეს საკუთარ პრობლემებს უყურებ, ეს იგივეა, რაც შორეული ვარსკვლავის შუქს რო უყურებდე. შეიძლება თვითონ ის ვარსკვლავი უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს, იქნების უკვე აფეთქდა კიდეც. მაგრამ მისი ძველი სინათლე ჯერ კიდევ აღწევს შენამდე. არა იმიტომ, რომ ის ისევ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ასე მუშაობს ფიზიკური სამყარო. რაც ზევით, ის ქვევით. და ეს მხოლოდ მეტაფორა არ არის. ამ ფაქტს მეცნიერებაც ადასტურებს. მოდით ახალი ყურისთვის წყაროებს მოვიყვან მეტი დამაჯერებლობისთვის. ნობელის პრემიის ლაურეატი კვანტური ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი მაქს პლანკი ამბობდა: მე ცნობიერებას პირველადად მივიჩნევ. მატერია ცნობიერებისგან წარმოიშობა. ცნობიერების მიღმა ვერ გავალთ. ყველაფერი, რასაც არსებულად მივიჩნევთ, ცნობიერებით არის განპირობებული. ვინც იცით, დოქტორი ჯო დისპენზა ამავე აზრს უფრო მარტივად აყალიბებს. შენი პიროვნება ქმნის შენს პირად რეალობას. თუ ახალი რეალობის შექმნა გინდა, ჯერ ახალ ადამიანად უნდა იქცე. მანამდე, სანამ ამის მტკიცებულებების დანახვას არ დაიწყებ. გავიხსენოთ წინამორბედის სარკის მაგალითი, ხო? ყველა ამ ერთი შეხედვით აშკარა რეალობის დიქტატურა მხოლოდ ერთ მექანიზმზე დგას. შენს ყურადღებაზე. საითაც არის მიმართული შენი ყურადღება, იქით მიედინება შენი შემოქმედებითი ენერგია. როდესაც პრობლემას უყურებ და მას საბოლოო რეალობად აღიარებ, შენ ფაქტობრივად მას საკუთარი ენერგიით კვებავ. შენ მას არსებობისთვის ელექტროენერგიას აწვდი და ამით საშუალებას აძლევ მომავალშიც განაგრძოს არსებობა. ეს მხოლოდ ეზოთერიკა არ არის. ეს კვანტური ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაცაა რა. 1998 წელს ისრაელის ვაიცმანის ინსტიტუტის მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც სამეცნიერო სამყაროში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მათ აღმოაჩინეს, რომ თავად დაკვირვების ფაქტი ცვლის ელექტრონების ქცევას. ანუ ნაწილაკები განსხვავებულად იქცეოდნენ იმის მიხედვით, აკვირდებოდა თუ არა მათ ვინმე. ფიზიკოსი ჯონ უილერი, შავი ხვრელის თეორიის ერთ-ერთი თანაავტორი, ამას ასე ხსნიდა. კვანტურ სამყაროში არც ერთი მოვლენა არ არის საბოლოო მოვლენა, ვიდრე მასზე დაკვირვება არ მოხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ შენ ყურადღებას რაიმეზე არ გადაიტან, ის მხოლოდ შესაძლებლობების ტალღად არსებობს.
შენი ყურადღება კი ირჩევს, რომელი შესაძლებლობა იქცევა რეალობად. საითაც მიმართავ შენ ყურადღებას, ის იზრდება. დაფიქრდი, რამდენად ღრმა არის ეს აზრი. სისტემა, რომელსაც რეალობას ვეძახით, თავის არსებობას სწორედ იმით ინარჩუნებს, რომ შენ მის სიმყარეს ეთანხმები. მას სასიცოცხლოდ ჭირდება, რომ ფაქტებს უყურებდე, გარემოებებს აანალიზებდე, ობიექტურ სირთულეებს ითვლიდე, რადგან სანამ შენ ფაქტებს უყურებ, ვერ ხედავ იმ ადგილს, სადაც ეს ფაქტები იბადება, საკუთარ თავში. ნამდვილი ოსტატობა ზუსტად აქ იწყება რა, უმაღლესი და უმორჩილებლობის აქტით. ეს არის უნარი საკუთარ მხედველობას, სმენას და ლოგიკას განუცხადო. ვხედავ ყველაფერს, რასაც მაჩვენებთ, მაგრამ აღარ მეჯერა ამის. ეს სიგიჟე არ არის და არც ვარდისფერი სათვალეებია. ეს არის უმაღლესი პრაქტიკულობა. როდესაც აცნობიერებ, რომ სამგანზომილებიანი იგივე 3D სამყარო მხოლოდ ჩრდილია, რომელსაც შენი ცნობიერება წარმოქმნის, იმასაც უნდა ხვდებოდე, რომ ჩრდილის შეცვლა მის კიდეებზე ხელის მოკაჩვით შეუძლებელია. უნდა შეიცვალოს თავად სინათლის წყარო და ისევ პარალელის სარკის მაგალითთან. მაგრამ ამისთვის ისეთი ნაბიჯის გადადგმა მოგიწევს, რომელიც ადამიანების უმეტესობას შეუძლებლად ეჩვენება. უნდა გამოაცხადო სენსორული დეფოლტი ყველაფრის მიმართ, რასაც აქამდე რეალობას ეძახდი. ჩვენ ინფორმაციის ჭარბი რაოდენობის ეპოქაში ვცხოვრობთ. სოციალური ქსელები, სიახლეები, სხვისი აზრები, ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება. შენი ყურადღების მიჯაჭვულობას მიმდინარე სურათზე. ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ფაქტების იგნორირება უპასუხისმგებლობაა. მაგრამ თუ შემოქმედის პოზიციიდან შეხედავ, ნამდვილი პასუხისმგებლობა სულ სხვა რაღაც არის. ეს არის დაიცვა საკუთარი შინაგანი ხედვა, აშკარა რეალობის უხეში ჩარევისგან. კარლ იუნგი წერდა, ვინც გარეთ იყურება, სიზმრებს ხედავს, ვინც შიგნით იყურება, იღვიძებს. მას ესმოდა, რომ გარეგანი სამყარო შინაგანი მდგომარეობის პროექციაა და პროექციის შეცვლის ერთადერთი გზა პროექტორის შეცვლაა. დღეს სწორედ ამ წმინდა სიბრმავეს გავიხსენებთ, როგორ გავიაროთ გარემოებებში ისე, რომ მათ სიმართლედ არსებობის უფლება აღარ მივცეთ. რადგან საბოლოოდ რეალობა ის არ არის, რასაც ხელით ეხები. რეალობა ის არის, რასაც შინაგანად ეთანხმები. რეალობის ინერცია. სად იკარგება შენი სურვილები? ახლა კი ყველაზე მტკივნეულ შემთხვევას მივადექით. რატომ ხდება, რომ როდესაც მტკიცედ გადაწყვეტ უხვად ცხოვრებას, საფულე იმავე წამს არ ივსება? რატომ ხდება, როდესაც ჯანმრთელობას ირჩევ, სხეული მაინც ძველ სიმპტომებს აგრძელებს? აქ ვაწყდებით რეალობის ერთ-ერთ მთავარ დამცავ მექანიზმს, რომელსაც შეიძლება დროითი დაყოვნება უწოდოთ. ციფრულ სამყაროში არსებობს ტერმინი ping. ეს არის დრო, რომელიც ჭირდება სიგნალს შენი მოწყობილობიდან სერვერამდე მისასვლელად და უკან ეკრანზე ახალი სურათის დასაბრუნებლად. მოდი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კარგად გაიგოთ. ეს არის დრო, რომელიც ჭირდება სიგნალს შენი მოწყობილობიდან
სერვერამდე მისასვლელად და უკან ეკრანზე ახალი სურათის დასაბრუნებლად. სამგანზომილებიან რეალობაში ეს ფინგ უზარმაზარია. სწორედ ამ მანძილში განსაზღვრასა და მატერიალიზაციას შორის იღუპება მილიონობით ადამიანის სურვილი ან და ოცნება. რადგან თვითონ სიტყვა ოცნება გეუბნება 20-ჯერ ნების გამოვლენა. თუმცა ეს მანძილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მატერიალიზაციასა და განზრახვას შორის იმდენად დიდია, რომ 20 ნება ვერ ვლინდება. ძირითად მილიონობით ადამიანის შემთხვევებში. ფიზიკური მატერია ძალიან ნელი, ძალიან მკვრივი და გაყინული აზრია. მას უზარმაზარი ინერცია აქვს. აი წარმოიდგინე 100,000 ტონის ოკეანის ლაინერი. წარმოიდგინე? კარგი. კაპიტანმა შეიძლება უკვე ბოლომდე გადაატრიალა საჭე. მაგრამ ხომალდი კიდევ მრავალი კილომეტრი ძველი მიმართულებით განაგრძობს მოძრაობას. არა იმიტომ, რომ ახალი კურსი არ მიუღია, არამედ იმიტომ, რომ მასა და ინერცია ჯერ კიდევ ძველ მოძრაობას ატარებს. ზუსტად ასე მუშაობს შენი რეალობაც. სამყარო, რომელსაც ახლა უყურებ, წარსულია. ეს შენი გუშინდელი შინაგანი მდგომარეობების ფერფლია და ზუსტად აქ იმალება მთავარი ხაფანგი. არსებობს ადგილი, რომელსაც შეიძლება მკვდარი ზონა ვუწოდოთ. ადამიანების უმეტესობა სწორედ აქ ნებდება. ისინი იწყებენ პრაქტიკას, იცვლიან შინაგან მდგომარეობას, პატიოსნად ცდილობენ ახალი ხედვის შენარჩუნებას, მაგრამ გადის ერთი დღე, ორი, ერთი კვირა და ეკრანზე ისევ იგივე ვალები, იგივე კონფლიქტები, იგივე ნაცრისფერი ფანჯრის მიღმა და ამ დროს სწრაფ პასუხებს მიჩვეული გონება პანიკაში ვარდება და იწყებს ყვირილს. ვაიმე, არაფერი მუშაობს, ეს ყველაფერი სისულელეა, ისევ ისეთი ღარიბი ვარ, როგორიც გუშინ ვიყავი, ღმერთო რა ჯოჯოხეთში ვარ და სწორედ ამ წამს ადამიანის საბედისწერო შეცდომას უშვებს. ის საკუთარი იმედგაცრუებით ძველ რეალობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. ბრმა პილოტის ტექნიკა. ნავიგაცია შინაგანი ხედვის მიხედვით. კარგი. ახლა წარმოიდგინე ასეთი სიტუაცია. უზარმაზარი თვითმფრინავის პილოტი მოულოდნელად სრულ ნისლში აღმოჩნდა. ფანჯრის მიღმა არაფერი ჩანს. მხოლოდ სქელი ნისლი. ღამის ქარიშხალი. მისი მთავარი დამხმარე მხედველობა ამ მომენტში სრულიად უსარგებლო ხდება. უფრო მეტიც, საშიშიც კი. თუ პილოტი მიწის დანახვას ან ელვის ნათებაზე ორიენტირებას შეეცდება, დიდია ალბათობა, რომ სივრცითი ორიენტაცია დაეკარგოს. ავიაციაში ამას სივრცით დეზორიენტაციას უწოდებენ. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც მხედველობა და ვესტიბულარული სისტემა ტვინს მცდარ ინფორმაციას აწვდიან. ასეთ დროს ერთადერთი გზა, რომელიც თვითმფრინავს გადაარჩენს, არის ინსტრუმენტებზე სრული ნდობა. პილოტი აღარ იყურება ფანჯარაში. ის უყურებს ავია ჰორიზონტს, სიმაღლის მაჩვენებელს, კურსის ინდიკატორს,
და საკუთარ შეგრძნებებზე მეტად ინსტრუმენტებს ენდობა. ცხოვრება ზუსტად იმავე პრინციპით მუშაობს. როდესაც შენ მიზნისკენ იწყებ მოძრაობას, რეალობა ხშირად ნისლის რეჟიმს ქმნის. ირგვლივ სიჩუმეა. ძველი პრობლემები არსად გამქრალა. პერსპექტივაც თითქოს არ ჩანს. ხშირად მდგომარეობა დროებით კიდევ უფრო მძიმდება. ამ დროს აღქმა ყვირის. ხრამში ვარდებით! და თუ ამ ხმას დაუჯერებ და პანიკაში ჩავარდები, თუ ისევ მხოლოდ სამგანზომილებიანი სამყაროს ლოგიკით დაიწყებ გამოსავლის ძებნას, აუცილებლად ჩამოვარდები. იმიტომ რომ ისევ გარემოებების მსხვერპლი გახდები და შემოქმედის პოზიციას დაკარგავ. და კი, ეს მე ვარ ადამიანი, რომელიც არაერთხელ დაებერტყა თან საკმაოდ წარედ. თუმცა ყოველი წამოდგომა სულ უფრო და უფრო მალე, სულ უფრო და უფრო სწრაფი და უმტკივნეულო ტემპით ხდებოდა. და კი, ახლა ნელ-ნელა ვიქეცი იმ დახელოვნებულ სერფერად, რომელსაც შეუძლია ტალღაზე მაქსიმალურად დიდხანს იდგეს. თუმცა ეგ არ გამორიცხავს იმას, რომ ახლაც ვეცემი, ახლაც ვარდები სერფიდან და ახლაც მიწევს ხოლმე წამოდგომა. თუმცა როგორც ნამდვილი კასკადიორები, დაცემაც ვისწავლე და როდესაც უკვე იცი, როგორ დაეცე, ეგეც საქმის დიდი ნაწილია. ხომ მეთანხმებით? მოკლედ, დაუბრუნდეთ თემას. შენი ნამდვილი ინსტრუმენტები გარეთ არ არის. ისინი შენშია. ეს არის წარმოსახვა და ღრმა შინაგანი რწმენა. იესო ხშირად ეუბნებოდა ხალხს. შენმა რწმენამ გიშველა. ადამიანო, რწმენა არის ცოდნა, რომელსაც გარედან მტკიცებულება საერთოდ არ სჭირდება. თუ შენი შინაგანი ხმა ამბობს, მე უკვე წარმატებული ვარ. ჩემი საქმე უკვე განხორციელებულია. ჩემი ფინანსები უკვე მოწესრიგებულია. მაშინ სწორედ ეს არის შენი ნამდვილი რეალობა. ყველაფერი, რაც მატერიალურ სამყაროში ხდება, მხოლოდ დროებითი ჩარევაა. ხმაურია, რომელმაც არ უნდა შეგაცვლევინოს მიმართულება. შეეცადე გაიაზრო, რასაც გეუბნები. დოქტორმა ჯო დისპენზამ EEG-სა და MRI-ის გამოყენებით საინტერესო რაღაც აჩვენა. აქვე თუ დაგაინტერესებს რა არის EEG ან MRI, უბრალოდ რისერჩი გააკეთე. შეგიძლია AI-ს კითხო, ან უკიდურეს შემთხვევაში Google-ს. როდესაც ადამიანი ღრმა მედიტაციურ მდგომარეობაში შედის და მთელი ემოციური ჩართულობით წარმოადგენს სასურველ შედეგს, მისი ტვინი ზუსტად იმავე ნეირონულ კავშირებს ქმნის, როგორცაც რეალური გამოცდილებების დროს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტვინი ვერ არჩევს ეს ნამდვილად მოხდა თუ მხოლოდ წარმოსახვაში. ნერვული სისტემისთვის ორივე ერთნაირად რეალურია. ალბერტ აინშტაინი, გენიალური ადამიანი, ამბობდა: წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია. ცოდნას საზღვრები აქვს. წარმოსახვა კი მთელ სამყაროს მოიცავს. თავისი უდიდესი აღმოჩენებით სწორედ ასე გააკეთა. ჯერ გონებაში ცხოვრობდა მათ, შემდეგ კი ფორმულებად აქცევდა. ყველაზე რთული ის არის, რომ ჩვენი ტვინი მატერიალურ სამყაროს ძალიან ენდობა. გგონია, რომ თუ პრობლემას ყურადღებას აღარ მივაქცევთ, ის აუცილებლად გაიზრდება და მოგვერევა. მაგრამ კვანტურ სამყაროში ყველაფერი სრულიად სხვაგვარად მუშაობს. პრობლემა არსებობს მხოლოდ მანამ, სანამ შენი საკუთარი ყურადღებით ყვებავ.
როგორც კი ყურადღება სასურველ მდგომარეობაზე გადაიტან, ძველი რეალობა ძალას კარგავს. შეიძლება ის კვლავ აგრძელებდეს ინერციით სიგნალების გამოგზავნას, მაგრამ ეს უკვე მხოლოდ ცარიელი დეკორაციაა ენერგიის გარეშე. შინაგანი ინსტრუმენტებით ნავიგაციას საკმაოდ დიდი გამბედაობა სჭირდება. იმდენად დიდი გამბედაობა, რომ ზოგჯერ აშკარა რაღაცეების არ დანახვა შეგეძლოს. აი გაჩერდი ახლა ერთი წამი და შეეცადე თავიდან გაიაზრო, რა ვთქვი. შინაგანი ხმის, შინაგანი ინსტრუმენტების მოსმენას, გამოყენებას ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება. მაშინაც კი, როდესაც მთელი სამყარო გარწმუნებს და გეუბნება სულ სხვა რაღაცას, შენ უნდა გეყოს იმის გამბედაობა, რომ ამის წინააღმდეგ წახვიდე და ისიც კი, რაც აშკარად ხილულია, დაიგნორო და არ დაინახო ის. როდესაც უარს მიიღებ, შენმა შინაგანმა ინსტრუმენტებმა თანხმობა უნდა აჩვენოს. როდესაც საფულეში ბოლო ფულია, ის მაინც საკმარისობას უნდა ასხივებდეს, გესმის რას ვამბობ? ეს არ არის თავის მოტყუება. ეს არის არჩევანი. რომელ რეალობას ანიჭებ უპირატესობას? ანუ შენ ან წარსულის ტყვე ხარ, ან მომავლის შემოქმედი. მესამე გზა არ არსებობს. ან ფანჯარაში იყურები და ნისლს უყურებ, ან ინსტრუმენტებს, რომლებიც მიმართულებას გაჩვენებენ. იმისთვის, რომ ამ მეთოდმა იმუშაოს, შენი შინაგანი სურათები უფრო ნათელი უნდა გახდეს, ვიდრე გარეგანი სამყარო. წარმოსახვა უნდა ავარჯიშო ისე, რომ შენთვის აგურის კედელზე უფრო რეალური გახდეს. ნამდვილი ოსტატი ის არის, ვინც ცხოვრებაში დახუჭული გარეგანი თვალებით, მაგრამ სრულიად გახსნილი შინაგანი ხედვით დადის. გაიხსენით კარიბის ზღვის მეკობრეები, სადაც ჯონი დეპს თვალები დახუჭული აქვს, ძინავს, მაგრამ მიხატული აქვს ის თვალები გარედან, თითქოს გახელილია. რეალურად ყველა ფილმი, ნაწარმოები, მუსიკა თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მინიშნებებია ჩვენ სავალ გზაზე გამოღვიძებისკენ. ესე იგი, ასეთმა ადამიანმა, ნამდვილმა ოსტატმა, რომელსაც ცხოვრებაში დახუჭული აქვს გარეგანი თვალები, მაგრამ შინაგანი ხედვით დადის, მან იცის, რომ ფიზიკური სამყარო საბოლოოდ მაინც მოერგება ინსტრუმენტების ჩვენებას. მან იცის, რომ ფიზიკური სამყარო საბოლოოდ მაინც მოერგება ინსტრუმენტების ჩვენებას, რადგან ინსტრუმენტები მიზეზია და მატერიალური სამყარო მხოლოდ და მხოლოდ შედეგია ამისი. გესმით ხო, რაზეც ვლაპარაკობ? პილოტი ნისლს არასოდეს ედავება. ის უბრალოდ აგრძელებს ფრენას ინსტრუმენტების მიხედვით და ადრე თუ გვიან ნისლი იფანტება. ჰორიზონტზე კი ზუსტად ის ასაფრენი ბილიკი გამოჩნდება ხოლმე, რომლისკენაც მთელი იმ დროის მანძილზე მიფრინავდა. ინფორმაციული ვაკუუმი. როგორ გამოვაცალოთ ენერგია ძველ რეალობას? ახლა პრაქტიკულ ნაწილზე გადავდივართ. თუ აქამდე თეორიულ საფუძველს ქმნიდით, აქ უკვე კონკრეტულ მოქმედებებზე ვისაუბრებთ. როგორ შეინარჩუნო გონების სიცხადე ქაოსის შუაგულში? როგორ არ მისცე გარე არეულობას უფლებას შენს შინაგან სამყაროში შემოვიდეს? პასუხი ერთია. შექმენი, ცნობიერი, ინფორმაციული ვაკუუმი.
ერთგვარი სენსორული იზოლაცია. რას ნიშნავს ეს ახლავე აგიხსნი. თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველაფერი ტელეფონის ეკრანიდან საინფორმაციო სათაურებამდე შენი ყურადღების დაუფლებას ცდილობს. უნდათ რომ რაიმე რეაქცია გამოგიწვიონ, უფრო ზუსტად კი გამოგტყუონ. სწორედ ამიტომ გარე გამღიზიანებლების დროულად გამორთვის უნარი დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარად იქცა. რეალობა, რომელშიც ცხოვრობ, სინამდვილეში ძალიან რთული სისტემაა. განსაკუთრებით ქართული. ნამდვილად ტიტანების მოუდია მერწმუნეთ. ვინც ჯერ ვერ ხვდებით, ეს ნამდვილად ტიტანების მოუდია, მაგრამ მას ერთი მთავარი საწვავი აქვს. შენი ყურადღება. არაფერი სხვა. მხოლოდ და მხოლოდ ყურადღებაა მისი ვალუტა, მისი ენერგია და მისი საკვები მამოძრავებელი. თუ ინფორმაციის გაფილტრვაც ვერ ისწავლი, ვერასოდეს გახდები საკუთარი ცხოვრების შემოქმედი. შენ მოქმედი. შენ მხოლოდ სხვისი ჩანაფიქრების ანარეკლად დარჩები. და ვიდრე ასე იცხოვრებ, იარსებებენ სხვები, რომლებიც შენს ენერგიას საკუთარი სამყაროების ასაშენებლად გამოიყენებენ. ეს იქამდე მოხდება, ვიდრე ამის საშუალებას მისცემ. კარგი, მოდი ახლა გადავიდეთ პრაქტიკულად პირველ ნაბიჯზე. ეს არის სრული ინფორმაციული კარანტინი. ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად ძლიერ მოქმედებს ჩვენზე გარემოს ხმაური. ტვინისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ეს ნამდვილი საფრთხეა თუ უბრალოდ ნეგატიური ახალი ამბავი. ორივეს ერთნაირ სიგნალად აღიქვამს. თუ ყოველდღე უსმენ კრიზისებს, ავადმყოფობას, უსამართლობას, ომს, ქვეცნობიერს ყველა ეს სურათი შენს ცხოვრებაზე გადააქვს. ანუ ამაზე პროგრამდები და რაც ხარ, რისგანაც შედგები, ზუსტად იმას მოიზიდავ. გავიხსენოთ ისევ სარკის მეთოდიკა. პოზიტიური ფსიქოლოგიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა მარტინ სელიგმანმა თავის კვლევებში აჩვენა. ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ნეგატიური ინფორმაციის ნაკადში ცხოვრობენ, უვითარდებათ. იმუნიტეტის დაქვეითება, შფოთვის ზრდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის მკვეთრად ვიწროდება იმ შესაძლებლობების ველი, რომლის დანახვაც შეუძლიათ. თვალსაწიერი იკუმშება. ინფორმაციული იზოლაცია იწყება ერთი მტკიცე გადაწყვეტილებით. უარი თქვა ყველაფერზე, რაც შენს მიზნებს არ ემსახურება. ეს არ არის რეალობიდან გაქცევა. ეს არის საკუთარ ფსიქიკაზე ზრუნვა. შენ უბრალოდ ვირუსს აღარ აძლევს სისტემაში შეღწევის საშუალებას. ადამიანო, გახდი ინფორმაციული ასკეტი. ყოველ ჯერზე, როდესაც ახალი ამბების შემოწმების სურვილი გაგიჩნდება, ან კამათში ჩართვას მოინდომებ, საკუთარ თავს კითხე. ახლა მე ჩემს რეალობას ვქმნი თუ სხვის თამაშში გამოყენებული ინსტრუმენტად ვიქეცი? მოდი კიდევ ერთხელ გავუმეორე ეს კითხვა საკუთარ თავს. ახლა მე ჩემს რეალობას ვქმნი თუ სხვის თამაშში გამოყენებულ ინსტრუმენტად ვიქეცი? მეორე მეთოდი. შავი ეკრანის პრაქტიკა. ეს შინაგანი ფარია. გამოიყენება მაშინ, როდესაც ნეგატივთან შეხვედრის თავიდან აცილება შეუძლებელია. მაგალითად, უფროსი გიბარებს, ჯარიმის შეტყობინება მოდის, ვიღაც მკაცრად გაკრიტიკებს. ჩვეულებრივი რეაქცია ამ დროს რა არის? სტრესი,
აჩქარებული პულსი, ყურადღება მთლიანად პრობლემაზე გადადის, იწყებ ნერვიულობას, მაგრამ ეხლა ნახე რა არის შავი ეკრანის ტექნიკა. შავი ეკრანის ტექნიკა სხვაგვარად რეაგირებას გახსენებს. შენ ყველაფერს ხედავ, მაგრამ უფლებას აღარ აძლევ, რომ შენს შინაგან მდგომარეობაზე გავლენა მოახდინოს. ვალს აღარ უყურებ როგორც საფრთხეს. გაბრაზებულ სახეს აღარ აღიქვამ თავდასხმად. ხედავ მხოლოდ ფორმას, სინათლეს, ხმას, პიქსელებს, მაგრამ მნიშვნელობას აღარ ანიჭებს საკუთარ თავში. ასე იქმნება დისტანცია. ამას შეიძლება აქტიური იგნორირება ვუწოდოთ. აქტიური იგნორირება. შენ არ უარყოფ, რომ ეს ყველაფერი არსებობს. უბრალოდ აღარ ადასტურებ, რომ მას შენზე ძალაუფლება აქვს. შენ ამბობ, ვხედავ ყველაფერს, მაგრამ ეს მე აღარ მეხება. ეს არ არის ჩემი რეალობა. როგორც კი ემოციურ რეაქციას წყვეტ, მოვლენაც კარგავს ენერგიას. სიცარიელე იქმნება იქ, სადაც ნეგატიურ ძალებს შენზე მომაგრების შესაძლებლობა აღარ რჩებათ. აღარ არსებობს შენი შიში, აღარ არსებობს შენი ტკივილი, აღარ არსებობს დანაშაულის გრძნობა, რომლითაც შესაძლებელი გახდება შენით მანიპულირება. შენ პრობლემისთვის უხილავი ხდები და პრობლემა კი საყრდენის გარეშე ნელ-ნელა ქრება შენი ცხოვრებიდან. მესამე ელემენტი, განზრახ შენელება. შეხედე, გარე სამყაროს ყოველთვის სურს, რომ იჩქარო, რადგან სიჩქარეში ადამიანი ცნობიერებას კარგავს და ავტოპილოტზე გადადის. სისტემას უნდა, რომ ყველა გამღიზიანებელზე მყისიერად რეაგირებდე. იზოლაციის ტექნიკა კი პირიქით გასწავლის. იქ გააკეთე პაუზა, სადაც შენგან მყისიერ პასუხსელიან. ნებისმიერ უსიამოვნო სიტუაციაში ფიზიკურად შენელდი. ნელა იმოძრავე, ღრმად ისუნთქე, უფრო მშვიდად ილაპარაკე. წარმოიდგინე, რომ შენსა და გარე სამყაროს შორის სქელი გამჭვირვალე კრისტალის კედელი დგას. ხედავ, როგორ მოძრაობენ ადამიანები. ხედავ მათ ჟესტებს. ხედავ აურს, მაგრამ შენამდე არც ერთი ხმა აღარ აღწევს. სრული სიჩუმეა. სწორედ ამ სიჩუმეში კვლავ უკავშირდები საკუთარ განზრახვას. როგორც მყვინთავი, რომელიც ბოლოს ამოყვინთავს ზედაპირზე და სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავს. შენ სამყაროს აღარ ებრძვი, უბრალოდ ხმას უთიშავ. კაი, დაუბრუნდეთ ნორმალურ ტემპს. გრძნობების იზოლაცია სისუსტე არ არის. ეს დამოუკიდებლობის უმაღლესი ფორმაა. ეს განაცხადია. ჩემი მდგომარეობა ჩემზეა დამოკიდებული და არა გარემოებებზე. ეკჰარტ ტოლე ამას ასე აღწერს. შენ შენი ფიქრები არ ხარ. შენი სივრცე ხარ, სადაც ფიქრები ჩნდება. როდესაც ამას აცნობიერებ, გონება ძალაუფლებას კარგავს. დაიმახსოვრე, გარეგანი სამყარო მხოლოდ ეკრანზე გაშვებული პროექციაა. თუ ფილმი არ მოგწონს, აზრი არ აქვს მსახიობებთან კამათს. უნდა გადაფარო პროექტორი. ჩუმად შეცვალო ფირი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართო ისევ. ცხოვრება მეოთხე განზომილებაში.
შინაგანი თავშესაფრის შექმნა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვან პრაქტიკას მივადექით. იმედია არ დაიღალეთ. იმისთვის, რომ სამგანზომილებიან რეალობას გამოეთიშო, თვალების დახუჭვა საკმარისი არ არის. არც ფიქრების ძალდატანებით გაჩუმება. ტვინს სიცარიელი არ უყვარს. თუ უბრალოდ ეცდები არაფერზე იფიქრო, ძველი რეალობა კიდევ უფრო დიდი ძალით შეიჭრება შენს ცნობიერებაში. შიშებით, ჩვეული არგუმენტებით, მტკიცებულებებით, რომ თითქოს არაფრის შეცვლაა შესაძლებელი. ხაფანგიდან გამოსასვლელად უნდა შექმნა სხვა ადგილი, ალტერნატიული სივრცე. მაგალითად, ჩემ ბავშვობაში ფიზიკურ დონეზეც კი არსებობდა კარადა, კედლის კარადა, რომელშიც შევდიოდი და როდესაც გარე ხმები, გარე გამღიზიანებლები და ეს შიშები, დატაკებები ამ ტალღებს გრძნობდი, შევდიოდი კარადაში და იქ იყო ჩემი წარმოსახვითი სამყარო, იქ ხდებოდა ყველაფერი. ეს იყო ალტერნატიული სივრცე, სადაც მე შინაგანად დაცული ვიყავი. მოდი ასე ვთქვათ, ნარნია. ისეთი, რომელიც რეალურ სამყაროზე უფრო ცოცხალი გახდება, უფრო ემოციური, უფრო ხელშესახები. სწორედ ეს არის მეოთხე განზომილებაში ცხოვრება, წარმოსახვის სამყაროში. და იცით რა მოხდა? პირადად ჩემი მაგალითით, მე ბავშვობაში ასეთი სამყარო შევქმენი და ეს შევქმენი კარადაში. და რომ აკვირდები ახლა, ჩემი რეალური სამყარო, რომელშიც ცხოვრობ, ზუსტად ისეთია. და ნელ-ნელა ვითარდება, ლაგდება და უფრო მეტად ემსგავსება ჩემი ბავშვობის იმ სამყაროს, რომელიც იმ წუთას ეს ჩემი წარმოსახვა იყო, მაგრამ ეს წარმოსახვა გადმოვიტანე რეალობაში ისე, რომ ეს სულ რამდენიმე წლის წინ გავაცნობიერე. მოკლედ, წარმოსახვის სამყარო ის სივრცეა, სადაც ნებისმიერი მოვლენის მიზეზი მანამდე იბადება, სანამ შედეგი ფიზიკურ რეალობაში გამოჩნდება. ამაზე საუბრობდა პლატონიც, სოკრატეც თავის დროზე, ხო? როდესაც საუბრობდა იდეების სამყაროზე, რომ ჯერ იდეა იბადება წარმოსახვაში და შემდეგ გადმოდის ეს რეალობაში. ამაზე ალბათ ყველანი ვთანხმდებით. ასევე ჩემი რჩევა, ვისაც მოგწონთ ფენტეზი, ძალიან კარგად არის 2 სეზონში გადმოცემული ძველი აღქმა და ახალი აღქმა. ეს არის სენდმენი. და წარმოსახვა სიზმრების სამყარო და როგორ გადმოდის და როგორ ვითარდება ყველაფერი იქიდან აქ თან ბოლო სიზმ არ არისო, არავის უთქვამს, ხომ ასეა. ესეც ჩემი რჩევა. ახლა ადამიანების უმეტესობას წარმოსახვა რაღაცა ბავშვურ გართობად მიაჩნია. გონია, რომ ეს მხოლოდ ოცნებაა, ჰაერში აშენებული სასახლეები და რაღაც ბავშვური ფანტაზიები. ბავშვობიდან გვინერგავენ, გვასწავლიან, რომ რეალისტები იყავით, ფაქტებს უყურეთ. მაგრამ თუ კვანტური ფიზიკის თვალით შევხედავთ, სურათი არის აბსოლუტურად საპირისპირო. წარმოსახვა ერთადერთი ძალაა, რომელსაც შექმნა შეუძლია. და სამგანზომილებიანი სამყარო ამ ძალის მხოლოდ ანარეკლია. ის, რასაც საკუთარ შინაგან სამყაროს ეძახი, სინამდვილეში მართვის ცენტრია. ის ადგილია, საიდანაც რეალობა იმართება. ნევილ გოდარდი ცნობიერების ერთ-ერთი ყველაზე ღრმა მკვლევარი ამ მდგომარეობას ასე უწოდებდა: შესრულებული სურვილის მდგომარეობაში ცხოვრება. ალქიმიკოსის დღიურის მეორე მოგზაურობაში ახალი რეალობა, ამაზე უფრო დეტალურად ვსაუბრობ.
ეს უბრალოდ მომავალზე ოცნებას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ საკუთარ ცნობიერებაში უკვე ის ადამიანი ხარ, ვინც გსურს რომ გახდე. აღარ ცდილობ მიღწევას, უკვე ფლობ, აღარ აწყობ გეგმებს, უკვე ტკბები შედეგით. მოდი ახლა ეტაპობრივად განვიხილოთ, როგორი იქმნება ეს შინაგანი სამყარო. შენი თავშესაფარი მხოლოდ ლამაზი სურათი არ უნდა იყოს. არც მოკლე ვიდეორგოლი გონებაში. იმისთვის, რომ ტვინმა ის რეალობად მიიღოს, წარმოსახვაში ყველა გრძნობა უნდა ჩართო. დაიმახსოვრე ნეირომეცნიერების ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა. ტვინი ვერ ხედავს განსხვავებას რეალურ გამოცდილებასა და ცოცხლად წარმოსახულ გამოცდილებას შორის. მოდი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ტვინი ვერ ხედავს განსხვავებას შენ რეალურად განიცდი, რასაც განიცდი, თუ შენ წარმოსახვაში ემოციურად განიცდი ამ გამოცდილებას. და დოქტორმა ჯო დისპენზამ ასობით ექსპერიმენტით აჩვენა, როდესაც ადამიანი მოვლენა საკმარისი სიცხადით, მთელი ემოციური და სენსორული ჩართულობით წარმოიდგენს, ტვინი ახალ ნეირონულ კავშირებს ქმნის, ზუსტად ისე, როგორც რეალური გამოცდილების დროს. ამიტომ, როდესაც მეოთხე განზომილებაში შედიხარ, ნუ იქნები საკუთარი ოცნების მაყურებელი, ნუ უყურებ საკუთარ ცხოვრებას როგორც კინოში. გახდი ამ სამყაროს ნაწილი. თუ შენი მიზანი ფინანსური კეთილდღეობაა, ნუ წარმოიდგენ მხოლოდ ფულის შეკვრებს. იგრძენი, განიცადე უსაფრთხოების განცდა, სიმშვიდე, თავისუფლება. ის მდგომარეობა, რომელშიც ყველა ფინანსური საკითხი უკვე გადაწყვეტილია. თუ შენი მიზანი ჯანმრთელობაა, განცდის დონეზე შეიგრძენი, როგორია ჯანმრთელ ადამიანად ყოფნა და იგივე მოდელი ეხება ნებისმიერ სფეროს. გამოიყენე ხუთივე გრძნობა: ყნოსვა, გემო, სმენა, შეხება, ხედვა. შეიგრძენი ახალი ავტომობილის საჭის გრილი ზედაპირი. იგრძენი ახალი სახლის გასაღებების სიმძიმე ხელის გულზე. მოისმინე შენი ახლობლის ხმა, რომელიც წარმატებას გილოცავს. გაიგონე მისი ტონი, მისი სითბო, მისი სიხარული. იგრძენი ზღვის სურნელი, ან დილის ყავის არომატი. იმ ადგილას, სადაც უკვე ცხოვრობ. იმდენად უნდა შეხვიდე ამ სურათში, რომ როდესაც თვალებს გაახელ და ისევ ძველ შპალიერს დაინახავ, ან ბანკის ცარიელ ანგარიშს, გულწრფელად გაგიკვირდეს, აქ რა მინდა? მე ხომ ახლახან სახლში ვიყავი? როდესაც წარმოსახვაში განცდილი, შენთვის უფრო რეალური გახდება, ვიდრე ის, რაც გარეთ გხდება. ეს ნიშნავს, რომ ქვეცნობიერმა ახალი რეალობა უკვე მიიღო და სწორედ იმ წამიდან სისტემა დაიწყებს ფიზიკური სამყაროს გადაკეთებას შენი შინაგანი მდგომარეობის შესაბამისად. მეოთხე განზომილებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიქრები კი არა, გრძნობებია, შეგრძნებები, ემოციები. და მე როგორც ერთ-ერთი წამყვანი ემოციოლოგი გაძლევთ გასაღებებს,
გიზიარებთ პრაქტიკულ გამოცდილებებს ამ თემების სახით. სისტემა პირდაპირ აზრებს არ კითხულობს, არც სურათებს. ის კითხულობს, რას გრძნობს სინამდვილეში. თუ თავს მდიდარ ადამიანად წარმოიდგენ, მაგრამ შიგნით მაინც შიში ცხოვრობ. სისტემა სურათს დააიგნორებს და შიშის მიზეზებს გააგრძელებს, რადგან შიშია ის, რასაც რეალურად ასხივებ. მთავარი ამოცანაა ფლობის განცდა შექმნა. ის მდგომარეობა, რომელიც მაშინ მოდის, როდესაც მიზანი უკვე მიღწეულია, როდესაც აღარაფრის დევნა აღარ გჭირდება, შვება, სიმშვიდე, განცდა, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. როდესაც ამ მდგომარეობას შინაგან თავშესაფარში განიცდი, კვანტურ ველში უძლიერესი მაგნიტი იქმნება. ის იწყებს მოვლენების, ადამიანების და შესაძლებლობების მოზიდვას. შენ აღარ სთხოვ რეალობას შეიცვალოს. შენ თვითონ ხდები ის რეალობა, რომელსაც ფიზიკური სამყარო იძულებულია მოერგოს. და კვლავ სარკის მეტაფორა. იცვლები შენ, იღიმი და სარკის გამოსახულებაც იგივეს გაჩვენებს, რაც შიგნით, ის გარეთ. ყოველი თავისუფალი წუთი ამ შინაგან თავშესაფარში გაატარე. ძილის წინ, გაღვიძებისას, ტრანსპორტში იქნება ეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას თუ რიგში დგომისას, გახადე ეს სამყარო შენი მთავარი საცხოვრებელი ადგილი. როდესაც მისი ხმები, მისი სურნელები, შეგრძნებები უფრო ნაცნობი გახდება, ვიდრე სამგანზომილებიანი გარემო, მოხდება გარდატეხა. შენ, ხო შენ, კარგად დაიმახსოვრე ეს. შენი საკუთარი ცხოვრების ბატონი გახდები, რადგან კვლავ დაიბრუნებ კონტროლს წყაროზე. მინდა ერთი მნიშვნელოვანი რაღაც გითხრა. ყველაფერი, რაზეც აქ საუბრობთ, უბრალოდ ლამაზი თეორია არ არის. ეს არის კონკრეტული პრაქტიკების აღწერა. პრაქტიკების, რომლებიც უკვე არსებობს. საკუთარი თავის ცნობიერად აღქმის პრაქტიკა. ზუსტად ის ინსტრუმენტია, რომელიც გარემოებებზე რეაგირებიდან გარემოებების შექმნაზე გადაგიყვანს. გამოიყენე ეს უკეთესი რეალობის შესაქმნელად, უფრო მაღალ ხარისხში გადასასვლელად. დააკომენტარე ამ წუთას, რომ თანახმახარ იყო შენი თავის უკეთესი ვერსია, იმიტომ რომ ამით უფრო გამყარებ საერთო კოლექტიურ ველს. როდესაც აცნობიერებ, რომ არც სხეული ხარ, არც ფიქრები, არც ემოციები, არც თავად ცნობიერება, სამგანზომილებიანი ეკრანის ძალაუფლებიდან გამოდიხარ. ხოლო ჯო დისპენზას შემოქმედებითი ენერგიის ამაღლების პრაქტიკა შენს წარმოსახვას ნამდვილ ძალას მატებს. ენერგიის გარეშე ყველაზე ლამაზი ვიზუალიზაციაც უბრალოდ ფანტაზიად რჩება. ეს მინდა რომ გაიაზროთ. მაგრამ როდესაც ენერგიას ქვედა ცენტრებიდან გულსა და ტვინში ამოიყვან, შენი განზრახვა ფიზიკურ ძალას იძენს. ძალას, რომელსაც მატერიის გარდაქმნა შეუძლია. ეს პრაქტიკები თეორიის დამატება არ არის. ეს არის თავად არსი. ზუსტად ამიტომ არის, რომ სისტემა მუდმივად გემუშავება იმაზე, რომ დაგახარჯინოს ეს შენი კუნდალინის შემოქმედებითი იგივე სექსუალური ენერგია
დაგახარჯინო სხვადასხვა გამღიზიანებელ საშუალებებზე, როგორიც არის პორნო, ალკოჰოლი, ნებისმიერი სხვა მავნე ნივთიერებები, რადგან შენ ვერ ამოიყვანო ქვედა პირველი ჩაკრიდან მაღალ ჩაკრებში, გულსა და ტვინში ეს ენერგია, რადგან მხოლოდ ზემოთ ამოყვანით და მხოლოდ ამ ენერგიის ზედა ჩაკრებში შენარჩუნებით შენი სიტყვა, შენი ფანტაზია ძალიან სწრაფად რეალიზდება. ამიტომ დაფიქრდი, რაში აბანდებ, სად ხარჯავ შენს უწმინდეს შემოქმედებით ენერგიას. კარგი, გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე, ეს არის მკვდარი ზონის გავლა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი, როდესაც ყველაფერი ინგრევა, რაც შენ წარსულ იდენტობასთან არის დაკავშირებული და ვიდრე ახალი ჩამოყალიბდება, მანამდე ჩნდება სივრცე, თავისუფალი სივრცე. მოდი ესე ვთქვათ, განსაწმენდელი. ვიდრე ჯოჯოხეთიდან 64-ში გადახვალ, ხო? ვისაც ეს გაუულია, ხო, კაი, ვისაც არ გაუულია, რაც უფრო შეიარაღებული ხარ ცოდნებით და გაფრთხილებული, მით უფრო შეიარაღებული ხარ. ასე რომ თუ წინა თავი შექმნის ხელოვნებაზე იყო, ახლა ყველაზე რთულ ხელოვნებაზე ვისაუბრებთ და ეს არის გამძლეობა. ჩვენ გზის ყველაზე სახიფათო მონაკვეთთან მივედით, მკვდარ ზონასთან. ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე შეწყვიტე ძველი რეალობის გამოკვება, უკვე დასახლდი საკუთარ შინაგან თავშესაფარში, მაგრამ ახალი სამყარო ჯერ კიდევ არ გამოჩენილა. სწორედ აქ ბრუნდება ადამიანების უმეტესობა ძველ ცხოვრებაში. არა იმიტომ, რომ მათი პრაქტიკა არ მუშაობდა, არამედ იმიტომ, რომ მათ ვერ გაუძლეს დუმილს. წარმოიდგინე, რომ წლების განმავლობაში ერთსა და იმავე რადიო სიხშირეს უსმენდი. წარმოიდგინე? კაი. მოულოდნელად კი ახალ ტალღაზე გადაერთე. პირველ წამში რას გაიგონებ? სუფთა მუსიკას? რა თქმა უნდა, არა. მხოლოდ შიშინს, ხმაურს, არასტაბილურ სიგნალს. რეალობა ზუსტად ასე მუშაობს. როდესაც ძველ შინაგან მდგომარეობას წყვეტ და ჯერ ახალი ბოლომდე არ გამყარებულა, იქმნება გარდამავალი სივრცე. სწორედ ამას შეიძლება ვუწოდოთ მკვდარი ზონა. ამ პერიოდში თითქოს ყველაფერი ირევა, ძველი ურთიერთობები იშლება, სამსახური აღარ გაკმაყოფილებს, ფინანსური მდგომარეობა ზოგჯერ დროებით უარესდება კიდეც, ადამიანს უჩნდება განცდა, რომ თითქოს ყველაფერი არასწორად მიდის, მაგრამ სინამდვილეში ძველი სისტემა ინგრევა, ახალი კი ჯერ მხოლოდ საძირკველს იკეთებს. ალბათ გსმენია ცნობილი მაგალითი ბამბუკის შესახებ, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგიყვები ჩემებურად. არსებობს ბამბუკის სახეობა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მიწის ზემოთ თითქმის საერთოდ არ იზრდება. თუ ყოველ დღეს შეხედავ, იფიქრებ, რომ არაფერი ხდება, მაგრამ მიწის ქვეშ ფესვების უზარმაზარი სისტემა იქმნება. გარედან თითქმის არაფერი ჩანს, თუმცა როდესაც საფუძველი მზად არის, ახალი ღერო სულ რამდენიმე კვირაში ათეულობით მეტრის სიმაღლეს აღწევს. ამიტომ მისი სწრაფი ზრდა ნასწავლის მიერ გაცხადებული სასწაულია, რადგან წლების განმავლობაში უხილავად შექმნილი საფუძველი შედეგია. და რა არის სასწაული? სასწავლი. და როდესაც ისწავლი, ეს სასწაული გაცხადდება. მოკლედ, შენი ახალი რეალობაც ასე იბადება. ჯერ ფესვები იქმნება, გარეთ კი თითქმის არანაირი ხილული ცვლილება არ ხდება. და თუ ამ დროს დანებდები, საკუთარი ხელით მოჭრი იმას, რაც უკვე იწყებდა დაბადებას.
ადამიანი სწორედ აქ უშვებს ყველაზე გავრცელებულ შეცდომას. ის გარე სამყაროს ამოწმებს. ყოველ დღე, ყოველ საათში, ზოგჯერ ყოველ წუთშიც კი. უყურებს ანგარიშს, ელოდება შეტყობინებას, ელოდება ზარს, ელოდება ცვლილებას და როდესაც ვერ ხედავს, ისევ ძველ მდგომარეობაში ბრუნდება. მაგრამ დაფიქრდი, თუ ყოველ 5 წუთში თესლს ამოთხრი, იმის სანახავად გაიზარდა თუ არა ფესვები, ამით რა დააჩქარებ ამოსვლას? რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ შენ თვითონ უშლი ხელს. რეალობის მუდმივი შემოწმება ზუსტად იგივეა. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ძველი ლინზით იყურები. ჯერ კიდევ გჭირდება გარედან მტკიცებულება. მაგრამ თუ გარედან მტკიცებულება უკვე გაქვს, მაშინ შემოქმედება აღარ გჭირდება. შედეგი უკვე დამდგარია. დარიზონის მთავარი კანონი ასეთია და შემდეგნაირად ჟღერს. არ გადაამოწმო თესლი. აი ეს სიტყვები ამოტვიფრე სადმე. თუ გინდ კედელზე, თუ გინდ მაცივარზე, თუ გინდა ტატუ გაიკეთე, მემენტო, მორწყე, იზრუნე, ენდე, მაგრამ მიწიდან ნოამოიღებ, ძალიან გთხოვ. ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედება უმოქმედობაა. გარედან შეიძლება ჩანდეს, რომ არაფერი ხდება, მაგრამ შიგნით უზარმაზარი გადაადგილებები მიმდინარეობს სინამდვილეში. შენი ნერვული სისტემა იცვლება, ქვეცნობიერი ახალ პროგრამებს იღებს, ძველი ემოციური კავშირები იშლება, ახალი რეაქციები ყალიბდება და სწორედ ამის შემდეგ იწყებს ფიზიკური რეალობაც მოძრაობას. ხშირად ადამიანები მეკითხებიან, როგორ გავიგო, რომ სწორ გზაზე ვარ თუ არა? პასუხი მოულოდნელად მარტივია რა. თუ გარეთ ჯერ კიდევ ყველაფერი ძველებურად გამოიყურება, მაგრამ შენ შიგნით უკვე სხვანაირად გრძნობ თავს, მაშინ სწორ გზაზე ხარ. იმიტომ რომ მიზეზი უკვე შეიცვალა, შედეგს კი დრო სჭირდება. საკუთარი თავის ნდობა სწორედ აქ იზომება. არა მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, არამედ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არაფერი ჩანს და მაინც შენ უკვე იცი. რაინერ მარია რილკე წერდა, იყავი მომთმენი ყველაფრის მიმართ, რაც შენს გულში ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ეცადე თავად კითხვები შეიყვარო. სწორედ ეს არის მკვდარი ზონის სიბრძნე. არ მოითხოვო პასუხები, არა იძულო რეალობა. უბრალოდ დარჩი იმ ადამიანად, რომელიც უკვე გახდი და ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნა აუცილებლად დასვი ხოლმე კითხვები. სწორი კითხვების დასმა გაძლევს პასუხებს. დასვი კითხვა და დაელოდე სიჩუმეში. სამყაროს არ უყვარს ყვირილი, ყოველთვის ჩუმად გესაუბრება სიმბოლოებით, მინიშნებებით. იყავი 7 მინიმუმ პასუხის მოლოდინის რეჟიმში. ხო, საუბრობდით იმაზე, რომ უბრალოდ დარჩე იმ ადამიანად, რომლადაც უკვე იქეცი. რადგან იმ მომენტში, როდესაც შინაგანად ახალი ადამიანი იბადება, ძველი რეალობა უკვე განწირულია. მას შეიძლება ჯერ კიდევ კონდეს ფორმა, ხმა, სიმკვრივე, მაგრამ სიცოცხლე უკვე დატოვა. გადავედით დასკვნით ნაწილზე, ეს არის საკუთარი ცხოვრების ავტორი, უკანასკნელი არჩევანი. თვითოულმა გზამ, რომელიც აქამდე გავიარეთ, ამ ერთ წერტილამდე მოგვიყვანა, ერთ შეკითხვამდე. ვინ წერს შენი ცხოვრების სცენარს? ყოველ დღე, ყოველ წამს ერთი და იგივე არჩევანის წინაშე დგახარ. არჩევანი მხოლოდ 2-ია.
ან იმ სამყაროს ეთანხმები, რომელსაც ხედავ, ან იმ სამყაროს, რომელსაც ქმნი. სწორედ ამ ორ არჩევანს შორის იბადება მთელი შენი ცხოვრება. ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ თავისუფლება მოქმედებაშია. სინამდვილეში თავისუფლება თანხმობაშია. შენ ყოველთვის თავისუფალი ხარ, აირჩიო, რას დაუჯერებ. თუ ყოველდღიურად იღვიძებ და პირველი, რასაც აკეთებ, გარემოებების შემოწმებაა, მაშინ გამოდის, რომ შენ უკვე გადაეცი შენი ძალაუფლება გარე სამყაროს მექანიზმს. თუ შენი განწყობა დამოკიდებულია ამ ინდზე, ბანკის ანგარიშზე, სხვის სიტყვებზე, მაშინ შენი ცხოვრების ავტორი ჯერ კიდევ შენ არ ხარ. შენი ავტორი გარემოებებია. უფრო ღრმა ცოდნებისთვის შეგიძლია გაეცნო უზნაძის განწყობის თეორიას. განწყობა. მაგრამ არსებობს სხვა გზაც. შეგიძლია გაიღვიძო, რამდენიმე წუთით დახუჭო თვალები და ჯერ საკუთარ შინაგან რეალობას შეხვდე. იმ ადამიანს, რომელიც უკვე გახდი, იმ სიმშვიდეს, რომელიც უკვე არსებობს, იმ სიყვარულს, რომელიც აღარაფერზეა დამოკიდებული, იმ სიუხვეს, რომელიც ჯერ კიდევ უხილავია, მაგრამ უკვე ცოცხლობს შენში. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია გაახილო თვალები და შეხვდე სამყაროს, არა როგორც მაძიებელი, არამედ როგორც შემოქმედი. ერთი შეხედვით ძალიან მცირე განსხვავებას გავს, ხო? მაგრამ სწორედ ამ განსხვავებაზე დგას მთელი ცხოვრება. რეალობის ყველაზე დიდი ილუზია ის კი არ არის, რომ სამყარო მატერიალურია. ყველაზე დიდი ილუზია ის არის, რომ შენ მისგან განცალკევებული ხარ. როდესაც საკუთარ თავს მხოლოდ სხეულად აღიქვამ, აუცილებლად დაიწყებ გადარჩენისთვის ბრძოლას. მაგრამ როდესაც აცნობიერებ, რომ ცნობიერება ხარ, სურათი მთლიანად იცვლება. შენ უკვე აღარ ცხოვრობ სამყაროში. სამყარო ცხოვრობს შენს ცნობიერებაში. ყველაფერი, რასაც ხედავ, შენი გამოცდილების ნაწილია, მაგრამ ეს არ არის შენი არსი. როგორც ცაზე გამავალი ღრუბლები არ არიან თავად ცა, ასევე შენი ფიქრები, ემოციები, გარემოებები არ არიან შენ. შენ ხარ ის სივრცე, რომელშიც ეს ყოველივე ჩნდება და ქრება. როდესაც ამას ერთხელ მაინც ნამდვილად იგრძნობ, შიშის დიდი ნაწილი თავისით გაქრება, იმიტომ რომ მიხვდები, არ არსებობს გარემოება, რომელსაც შენი შინაგანი არსის შეხება შეუძლია. მას შეუძლია შეეხოს სხეულს, შეეხოს ფინანსებს, შეეხოს გეგმებს, მაგრამ ვერასოდეს შეეხება იმას, ვინც ამ ყველაფერს აცნობიერებს. ძალა ერთობაშია, ღმერთობაში. ახლა კი დაუბრუნდეთ იმ ფრაზას, რომლითაც ეს მოგზაურობა დავიწყეთ. დაიგნორე რეალობა. ეს არ ნიშნავს, რომ თვალი დახუჭო პრობლემებზე, არც იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას გაექცე. ეს ნიშნავს უარი თქვა იმ წარმოდგენაზე, თითქოს გარე სამყარო საბოლოო სიმართლეა. ეს ნიშნავს უარი თქვა იმ წარმოდგენაზე, თითქოს გარე სამყარო, რომელიც რეალურ დროში გახვევია, საბოლოო სიმართლეა. ეს ნიშნავს არ მიანიჭო წარსულს პრივილეგია, რომ განსაზღვროს შენი მომავალი. შეხედე ყველაფერს, მოусმინე ყველაფერს, იმოქმედე იქ, სადაც მოქმედებაა საჭირო.
მაგრამ არასოდეს გადასცე საკუთარი შინაგანი მდგომარეობის მართვის უფლება იმას, რასაც თვალებით ხედავ, რადგან ლუციფერია თვალი და ის მუდმივად ცდილობს მოგატყუოს. იმიტომ რომ როგორც კი ამას გააკეთებ, კვლავ ძველ სცენარს დაწერ, იგივეს გაიმეორებ და ისევ წრებრუნვაში მოიქცევ თავს. გესმის რას გელაპარაკები? შეეცადე გაიგო. ყოველი დღე ახალი არჩევანია. ყოველი ფიქრი ახალი მიმართულებაა. ყოველი განცდა ახალი სამყაროს თესლია. და როდესაც ერთ დღეს უკან მოიხედა, შეამჩნევ რომ რეალობა მართლაც შეიცვალა. არა იმიტომ რომ მასზე ბრძოდი, არა იმიტომ რომ აიძულე, არამედ იმიტომ რომ ერთ დღეს შეწყვიტე მისთვის საბოლოო სიმართლის დარქმევა. საკუთარი ცხოვრების შეცვლა არ იწყება პირველი მოქმედებით, არ იწყება ახალი სამსახურით, ახალი სახლით, ახალი ურთიერთობით. ის იწყება იმ უხილავი წამიდან, როდესაც საკუთარ თავს ეუბნები. ის, რასაც ახლა ვხედავ, საბოლოო რეალობა არ არის. და სწორედ ამ წამიდან შენ ისევ ხდები საკუთარი ცხოვრების ავტორი. ყოველთვის გახსოვდეს, ყოველი დიდი მოგზაურობა ერთი პატარა წინ გადადგმული ნაბიჯით იწყება და ამ გზაზე შენ მარტო არ ხარ. შენთვის ტრანსლირებდა კოსმიური სკოლის ალქიმიკოსი და სიტყვის არქიტექტორი შენიანი შანი. სინათლეში მოიხმარეთ ეს ცოდნები. ამენით.